დღემშვიდობისა ჩემო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ სიუჟეტებს და დღეს უნდა გაგაცნოთ უნიჭიერესი ლაგოდეხელი ქალბატონი ეკატერინე კობახიძე, რომელიც არაჩვეულებრივ ლექსებს წერს და მისი პოეზია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ არ იცის, ასე რომ გამომყევით და ეკატერინეს ახლოდან გაგაცნობთ. წავედით. ეკა, მოგესალმები. განსხვავებულ გარემოში გვიწევს ახლა ჩაწერა. ახლა რეაბილიტირებულ პარკში ვართ ლაგოდეხში. ცოტა შეუძლოთ ხარ, მაგრამ მადლობა რომ დამთავრდი. ხარ უნიჭიერესი პოეტი. მე არ ვიცი შენ თავს როგორ თვლი, მაგრამ შენი ლექსები ბევრმა არ იცის და საზოგადოების ცნობილი არის, ძალიან ბევრი ლექსი გაქვს დაწერილი. რომელ წელს დაიწყე შენ ლექსების წერა? მე გადავხედე ჩემს პირველი ლექსების რვეულს, კრებული არ ქვია მას, რვეულს. აღმოჩნდა 88 წლიდან, ანუ 15 წელს ვიყავი. მაგრამ მე მახსოვს ერთი რამ, რომ სკოლაში დაგვაბარა ქართლის მასწავლებელმა დაწერა თემაო სამთარზეო, ახალ წელზე უფრო სწორედ და მე მაშინ თემა არ დავწერე, ლექსი დავწერე. ხო და ანუ ჯუტად მეუნებოდი თემა არ დამიწერე, იმიტომ რომ ლექსი დავწერე. 85 მაქვს, აი 85-ს ვეუნებოდა, და 85. აი მაშინ იყო რომ დავწერე ახალ წელზე ლექსი, მაგრამ 88-ში რომ დავიწყე რაღაც სერიოზული ასე თუ ისე, მაშინ იყო უკვე ვიყავი 15-16 წელში დაახლოებით. და სიყვარულზე იყო რა თქმა უნდა. და შენი ლექსების უმრავლესობა სხვადასხვა ჟანრში ვწერე რა თქმა უნდა, სხვადასხვა თემატიკაზე ვწერე რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა არის სიყვარულზე. ეკა, ლექსის დაწერას რაიმე რითმა ჭირდება, აზროვნება ჭირდება, განათლება ჭირდება და ალბათ როგორც ფერწერაში არის რაღაც განსხვავებული ტექნიკა, ალბათ პოეზიაშიც იქნება რაღაც ტექნიკა, ხო, განსხვავებული, ანუ ლექსის წერას თავისებური რაღაც ტექნიკა ჭირდება, ხო? ეხა რითმი აუცილებელი, მე ვამბობ ხოლმე რომ პირველი და მესამე და მეორე და მეოთხე აუცილებლად რითმაში უნდა ჩაჭდეს. ეს რითმა უნდა იყოს ჟღერადი და მთლიანად ლექსი უნდა იყოს ჟღერადი და ეს რიტმიკა ქმნის ყველაზე მეტად თანხმოვნების თანხმობა. ეს არის ჩემი ტექნიკა და თანხმოვნების თანხმობა. როცა შესაძლებელია რა, მაგრამ თანხმოვნები იგივე თანხმოვნები რომ მეორე და მესამეში გავუშვა, ხო? უფრო შეიძლება ტავტოლოგია გამოვიდეს, მაგრამ არის შემთხვევები რომ პირიქით. რომ კარგად ჩდება, იმიტომ რომ ანუ რამაზად ჟღერს, ანუ ჩას, აი მაგალითად ჟღერადი ბგერები, მაგალითად უკანონისმიერი შიშინა ბგერები, აი ესენი არის უფრო მეტად კარგად გამოდის ხოლმე და მაგრამ ამ ბოლო დროს სხვათა შორის მე დამიკავშირდა ჩემი საქართველოს პირველი პოეტი ლევან ფანჩვიძე და მითხასდი რა, რომ ზმნა და ზმნა ერთმანეთად არ გარითმო და თუ შესაძლებელიაო როგორმე არ გარითმო და სხვათა შორის მართლა ულამაზესი გამოდის ასე. როცა დაუბერდები, თუ კი დაუბერდები, კალო გასალეწი დამრჩება. წირადი შემხვედრია ბედის ნაფლეთები ასე დამიწესა გამჩენმა. ზოგჯერ მომდურავი, ბევრჯერ კმაყოფილი, ხანაც უდარდელი უყოფილ ვარ, ისიც კი არ ვიცი რითმით დაყოფილი ლექსის მე რამდენი სტროფი ვარ. ღალატის ვიგემე, ისეთი ღალატი მოყარე მწერად რომ მიქცია, არ გავხდი ბოროტი, არ გავხდი ჯალათი, თავის სამშვიდობოს მიგძვნია. ცოტა თუ მძაგდა და ბევრი თუ მიყვარდა, სამყარო ბალანსი მირჩია, ცხოვრება რომ დორედინებით მიმყავდა, ესაც ბედია არც ნიჭია, არცა ღირებული რამე შემიქმნია, შთამომავლებასაც არ ტოვებ, არ ვინ გამიხსენებს, ახლავ შემიგნია, როცა დედამიწას დავტოვებ. ბრავო. ეკა, ეხლა შენ ოჯახს უნდა შევეხო. დიახ. ყავს მეუღლე და ცხოვრობ მეუღლესთან ერთად. დიახ. საკმაოდ გვიან გავთხოვდი 42 წელს ვიყავი, 41 წელს ვიყავი ასე თუ ისე. და ეს ადამიანი არის ნახევარ ქართველი, ნახევარ აზერბაიჯანელი. მას მე ვიცნობდი ბავშვობაში, ძალიან დიდი ხნით ადრე და ბავშვობაში მიყვარდა. და ეს თითქმის ჩემმა სახლობლემ კი იცის, ხო და 30 წლის შემდეგ ისევ შევხვდი. და 15 წელი დაახლოებით ერთად ვართ. დაახლოებით 14-15 წელიწადი ერთად ვართ და საკმაოდ კარგად, ბედნიერად, ვიცი, მარტო ცხოვრობთ ორნი ერთად მიყვებით ცხოვრებას და ვართ კარგად. ბედნიერება დაარქვი ამ ლექსს. პირველად ვკითხულობ ამ ლექსს, არ ვიცი, როგორ შევძლებთ ნახოთ. ცარგვალს თუ გძნობ, რას მიქვია დრო და შიში, რას დამაკლებს მოჭორავე მდევრები, მზისხივების დასაკრებად რომამიში, მომაშვენე მარჩენალი ტევრები. ღრუბლის ერთი ნაჭერიც არ მომიხიე, ნისლი გორაქს ისფერად მოჰკუდავს, ხრებზე შალად ცისარტყელა მოვიხვიე, მარათონში გავეჯიბრე ქორბუდას. ამომავსე სანარცისე ლარნაკივი, თუმცა ირგვლივ გვირილების ფონია, ბონდის ხიდზე უკონციალობთ ამაკივი და საწუთროც მარადისი მგონია.
დასტურ თუ ღიმილმა მაცდუნა და ამაბავსაც მერე გაამითებენ თვარის ბაკმი მინანავებს სასთუმალთან ცისკარს ლურჯი ფერიები მინთებენ თებს საფრენად საზრდო უნდა გაუზარდო ცოტა არა თურმე ბევრი ენება წლები რომ იქციე პაუზადო ამაშია ჩემი ბედნიერება ეკა ჯერ შენი ლექსების კრებული არ არის გამოცემული ხო თუმცა ადრე იყო 2-3 ლექსი გამოქვეყნდა თბილისში ქალთა გაზეთში კი ეს იყო 90-იან წლებში სიყვარულის გარდა სხვა თემატიკაზეც წერ ლექსებს და ერთი არაჩვეულებრივი ლექსი მომეწონა რომელიც შეიძლება თვითონაც წაუკითხო საზოგადოებას კოკის პირი გადმოლახა ცრემლმა ზეცის მზის ღიმილის შემოდგომას ჩაბარდა ზესუმზირებს არ დასჭირდათ ძებნა თერძის დაუკემსეს ოქროსფერი ხაბარდა არ გაბედო შეიცვალო წამით გეზი სანამ კერჩი ძველებურად დაცხება თუ ცხოვრებამ გაგთელა და წაიქეცი უნდა შეძლო ახალი გზის დაწყება თუ ბერდენკის ტყვია ერთხელ გაცუდდება ისევ მოვა სათანადო თუელი მაინც შენი გამარჯვები დასრულდება სისრულეში მოყვანილი დუელი გრიგალის წილს სხვა სამყარო გაირინდა დიდ დაფაზე ასრულდება კამათი ლაზიერმა გარდერები აირიდა და მხედრებმა შეასრულეს შამათი ესე იგი ამოცანას ამოხსნიან პირფერობის სიცრუის და ღალატის გილიოტინიდან თუკი ჩამოხსნიან გული ღვება ულმობელი ჯალათის ნუ გგონია თვალისგან არ დაგიცავს გირლიანდი გიშრისა და მარჯნისა რადგან ღმერთმა მოგავლინა დედამიწას ვალი გმართებს ღიმისა და ტანჯვისა დაურიგეთ არჩევანის სიამონებს თავისუფალ ნებას ხელი არ სწდება გააკეთე გული რაც კი სიამოვნებს დაგზა ზეცას მიწიდანაც ასწდება დღეებს ფუჭად ნუ გაფლანგავ დარდიმანდო არ დახარდე ერთი მეფის დურმუხტებს რა მოხდება შენეული დარდიმანდო რომ ეგ ტვირთიოდნავ შეგიმსუბუქდეს დაჩოქიზე თუ წამოხსდა მესახარო სიზმრად ერთხელ ქვაფს კუპრისას მოურევს არ გეგონოს მარტო შენგცდის ეს სამყარო სიურპრიზებს კიდევ ბევრჯერ მოგივნეს ეკა სასწაული ლექსი არის მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვო ცხოვრებაში უბრალოდ ეს ნიჭი არ მინდა რომ დაიკარგოს და ვიდა რომ ლაგოდეხს დარჩეს და ალბათ შევძლებთ იმას რომ ამ წელს თუ არა მომავალ წელს შენი ლექსების კრებული გამოვცეთ და პრეზენტაციას გავაკეთოთ ამ ლექსების მომავალ წლისთვის კი ბატონო დიდი მადლობა პირიქით ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და ერთი ლექსით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს ქალი მაინც პირველ რიგში ქალი არის ქალი უნება რა ჯანდაბამ გაყო სადღაც ბზარავს გახსენება დორბლიანი მარგო სხეულს მიტმასნები ჯაყო ლეგენდები გამოვიხმე წარსულიდან ძარღვებს ხეთქავს სისხლი ვეღარ ეტევა თუ გესლი არ დუხ შახის სპარსულიდან ჩოლოყაშვის ყვარობს დედა ქეთევან იქნებ მართლა არ ოდოდა რუსი ქმარი არა მაინც აქ სხვა იყო მთავარი ტრიალებდა ჭორი როგორც თითისტარი კარის მგოსანს ეტრფოდაო თამარი ამურის მრევლს გარევია ნამწარე ვარსკვლავ კრებულს ბინდისფრად რომ აჩნდება იმ ნაგიჟარ მარგალიტას ვენაცვალე ოსტატისტვისად რომ გაალქაჯდება ხარ ნაფრეთი 20-ების ცისარტყელის მაინც ასე სულ ეულად რატომ ხვალ გალაქტიონებით გატრფი უცდომ მერის შენ კატრინას უცოდველი ტატო ხარ ისე ვადრიჩებს ნოშრებას ლაზბოკვერთან თუ მძგანგებამ დედოფალიც გამხადა დავითად მიქელანჯელომ გამოკვეთა ლეონარდო მონალიზა დაგხატა სიყვარული მაგრამ ზოგჯერ ესეც დაგხლის უცოცხლოდ ხელი თუ შეგეხება და ვიგონებ ერთ პატარა დიასახლის დიდი სული რომ აუნთო გრეჰემმა არა ქალი აბა ისე რა ქალია ნების ცეცხლი ერთხელ რომ არ ნახოს მაინც მიყვის მარგო შენი რა ხანია გვერდით როგორ მისწოლი ხარ ჩაყოს ბრავო კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მეგობრებო დღეს ამით დაგემშვიდობებით დროებით კარგად ბრძანდებოდეთ